ა? ხო. ეგ არის, მე მგონი ამოვა ეხა თავისითაც. ამოვიდა. აი, ბიჭებო, თქვენ ბოლომდე გინდათ ახვიდეთ მაგ-მაგან? არა, ფეხით უნდა წავიდეთ, მაგრამ და დაუჭირი აქეთ მხარე და აუციე. ბეზო პულტი გამორთე რა. პულტი გამორთე, პულტი. Oğlum kanat alakıyor. Biraz gavli onlara ben. Aslında ne akane gavli. Aa, biz çamur. Bak kuarı koysun diye bir soru. ვიდეოებს რო უყურებდით და აი აქ რო ჩერდებოდნენ, გახსოვთ? მგონი აქ ჩერდებოდნენ. კი. ცოტა მარჯვნივ მოწევად. ეგ არის ზუსტად რა. აქ ჩერდებოდნენ, აი. ნელა, სტოპ. ჩვენს გავჩერდით. უკან. აქ ცოტა რაზმული უნდა. კიდე. მე ჩავალ მოიცა. მოიცა? შენახლა რა ჩასვლა რა გინდა კაცო. მიდი ხო, კი ბატონო. ყველა ხერები. აი გდადექე ბესო მაშინ. ზევით ცოტა და. ეს იყო ზუსტად მოხენა რო ადიოდნენ ბლიად. და იმათ გააკეთეს ეს უბედური გზა. ცოტა რო გავყვეთ, კვალს რო გავყვეთ. ხო, კვალს უნდა გავყვე, სხვა გზა არა. თორე იქ ვერავად. ისე შეიძლება, მაგრამ აი ჩამოვარდებით მაინც. სადოთ კვალში ჯერ. კი. თორე და მე ჩავყაროთ რაღაცა, ლაპათკა გვაქვს. მაშინა ზვერ. ვინა, ბიჭო, ვინა, სადა? უშები. ხო, არა უშებს. ვინა, სადა, ვინ ვერავა? აქ ფშალია, ბაბუ.
ადი ცოტა აშუშა უნდა დაგეკეთა ბაბუ და ის აბა რა ვიცოდი ახლა მე რომ მოატრიალე როლი შენ მაშინ ამოვა აუ ნელ აკუნდა დიდი კალიებია მაგრამ გასასვლელია ბიჭო მოიცა ბესო არ დავტოვოთ ეხ დაველოდო ჩtildeში გავაჩორო მოიცა რა ჩირიაკა თუ გინდა რა რა ჩირი მოგესალმებით სულ ყველას მეგობრებო დღეს ჩვენ მივამართებით ალევის ოქროსკარიან სამების ეკლესიისკენ ნახევარი გზა თითქმის ამოვიარეთ ცოტა მეტი ამინდი არის გადასარევი ძალიან კაი ამინდი დაემთხვა გზადაგზა ვიდეოებს ვიწერდით შეგიძლიათ ნახოთ როგორი გზა არის ამოსასვლელი ერთი მანქანა დაგვხვდა გზაზე გაჭედილი რომელიც ამოვიყვანეთ და ბიჭები აღარ წამოვიდნენ მანქანით აქამდე ვერ ამოვიდოდნენ წამოვიდნენ ფეხით ჩვენ ავალთ ეხლა სულ რაღაც 300-400 მეტრი დარჩა ეკლესიამდე და იქიდანაც გადავიღებთ ულამაზესი ხედებია აქედან გვიყურეთ დაალაიქეთ არხი გამოიწერეთ სულ ყველას დიდი მადლობა აბა დროებით ვაგრძელებთ ეხლა ჩვენ გზას და მოგვიანებით ცოტა ხანში შევხვდებით ერთმანეთს კარგად
გორის ქიმზე არის გზა. ხო რა. იქეთაც აქეთაც საშინელებაა. საშინელებაა თუ გადავარდით თორე. რატო უნდა გადავარდე? გზა არის მშვენიერი რა არის ხო საშინელი. ფერია. კაი ყვავილებია. კიდე კაი დათვარ წამოვყავი. მე 5 საათამდე ვერ წევიდე. თელ ყვავილებს მოგრეფავდა. გრილა ხო იცი? ნიავი ხარი უღირებს. იქ მაგიდა ქვევით გავშალოთ. ერთი ხიდია? ერთი ხიდი კაცო. ორი ხიდი გვინდა. ხო? ქვევით დავშდეთ ხო მაგიდები რომ ნახეთ. ხო, აბა რა აქ რა გინდა ეს? აგრა სადაც გააჩე. იქანე გადიე. მე მოვატრიალოთ იქ. ალევის ეკლესიის აშენებას ისევე როგორც ლომისის ეკლესია ხალხი მიაწერს დავით აღმაშენებლის პერიოდს. იმ დროს ალევის ეკლესია ძალიან მდიდარი იყო. ხალხი მოდიოდა მოსალოცად კახეთიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთიდან, ქსნის ხეობიდან. საკმაოდ ბევრი ოქროსი და ვერცხლის ჯვარი და ხატი იყო დასვენებული ამ ეკლესიაში, მაგრამ სამწუხაროდ სპარსელების შემოსევის მერე ძალიან ბევრი რამ დაიკარგა ამ ეკლესიაში. ალევის ეკლესია მდებარეობს 2000 მეტრაზე ზღვის დონიდან, საკმაოდ ლამაზი ხედები იშლება აქედან, თითქოს ხელის გულზე ჩანს მთელი საქართველო, აქედან რო იხედები. მოკლედ ამ ადგილზე ენით აღწერა ამ სილამაზის ნამდვილად არ შეიძლება, აქ უნდა ამობრძანდეთ, მოილოცოთ, დაათვალიეროთ ეს ადგილები, ნამდვილად მოგეწონებათ სულ ყველას, ძალიან მაგარი ადგილია. ძალიან კარგად აქვთ ყველაფერი გაკეთებული, გემოვნებით. ნახეთ რა სილამაზეა. შევიდეთ ეკლესიაში, სანთელი დავათოთ, მოვილოცოთ და გავაგრძელოთ მერე ჩვენ ვიდეოების და ლამაზი ადგილების გადაღება. უი, აქ რა არის? ჭა. ეს არის ჭა, სავარაუდოდ წყალი არ ჩანს. ამოვედით ჩვენ ალევის ოქროსკარიან სამების ეკლესიაში, სანთელი დავანთეთ, მოვილოცეთ. უშვენიერი ადგილებია, გადავიღეთ და ეხლა ნელ-ნელა ვეშვებით ქვევით. ქვევით ვნახეთ რამოდენიმე ადგილას არის მაგიდები გაკეთებული. ხო და დავждდებით ალბათ ვისანდილებთ და გავაგრძელებთ მერე. ძალიან მაგარი ადგილებია, მაგარი ხედებია. ამინდით ძალიან კარგი დაემთხვა დღევანდელ დღეს. მოკლედ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი პირადად მე. ძალიან მომეწონა, აქ არა ვარ ადრე ნამყოფი. მეგობრებო, ვისაც ვიდეოები მოგწონთ, ჩემი არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, კომენტარში მომწერეთ ნებისმიერი რამ. იქნებ გააქვთ თქვენ სურვილი, წავიდეთ ჩვენ და გადავიღოთ რაიმე კონკრეტული ადგილი, წავალთ, უპრობლემოდ გადავიღებთ და გაჩვენებთ. აბა ვეშვებით ეხა ჩვენ ქვევით, დროებით.
ჩამოვიდით ეხლა ჩვენ წყაროს წყალი არის გაკეთებული მილით გამოყვანილი და მაგიდა და სკამებია ლამაზად მოწყობილი და ოდნავ ზევით მარცხენა მხარეს ამოდის ზევით გზა, მეორე გზა არის, რომელიც სოფლებს გვერდს უვლის და ჩადის ცენტრალურ გზაზე და მაგ გზაზე ფეხით ამოვიდი, ბიჭებმა გვითხრეს, რომ ეს გზაც საკმაოდ კარგი გზა არის, ჯიპით სასიარულოდ, სასიამოვნო გზა არის და ფეხით ამოვყევი ხა ამ გზას და აღმოაჩინე აი ესეთი ლამაზად გაკეთებული მაგიდა სკამები გაუმზადებიათ აქ ძალიან მაგარ ბუნებაში შეიძლება ადამიანი ამოვიდეს დაჯდეს და ისიამოვნოს ამ ბუნებით ძალიან კარგი ადგილი არის ეს საკმაოდ ახლოს არის იმ ადგილიდან სადაც წყარო ჩამოდის გავაგზავნებ ახლა მე ფეხი ცოტას კიდე ავყვები ზევით გზას დავათვალიერებ ნახავ ერთი რა ხდება აბა დროებით მე ცოტა ხანი ვიქრები რა. ეს დავჩები და. ვიღაცას დარჩა ნომერი. შევიკი მე. ტალახში უნდა ჩახვიდე? ხო. Ek patera ჩასავარდნივით არის და